ამჯერად სტუდიაში სტუმრად იმყოფება თამარ ცაგარეიშვილი, ასოცირებული პროფესორი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი ქალბატონ თამარ მომსახურე. ასოცირებული პროფესორი არა, ჟურნალისტი ვარ. და მადლობა სტუმრობისთვის. ქალბატონ თამარ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეფასება უნდა მოგთხოვოთ იმ მოცემულობის, რა მოცემულობაშიც დღეს ვართ, რას ხედავთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მისი მოგვარების გზები. ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და უპირველესი გამოწვევა არის ჩვენი დაპირისპირება, პოლარიზაცია, რაზეც ვსაუბრობდით და პასუხისმგებლობა ამ პოლარიზაციაზე. აი ხა ვუსმენდი მე თქვენ სტუმრებს და არ შემიძლია აი ამ აპოკალიფტურ სურათს, რომელიც დახატეს მათ, არ ვუპასუხო. მე სამწუხაროდ ვატო შაქარაშვილის საუბარი არ მესმოდა და არ გამიგია რაზე საუბრობს, მაგრამ ის რაც თქვენმა წინა სტუმრებმა ისაუბრეს, ამ თემაზე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა. და ვიდრე მათ ვუპასუხებდე, მინდა გამოვხატო, რა თქმა უნდა, კატეგორიული უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი. და ვფიქრობ, მარტო არ ვარ ამ პროტესტის გამოხატვაში, ყველა ნორმალური ადამიანი არის ძალადობის წინააღმდეგ. მაგრამ ასევე ვარ ორმაგი სტანდარტის წინააღმდეგი, რადგან ადამიანები, რომლებიც ხედავენ ერთ მხარეს ძალადობას და თუ ისინი ნამდვილად არიან ძალადობის წინააღმდეგი, მათ უნდა დაინახონ, რომ მეორე მხარესაც არის ძალადობა. მე კატეგორიულად ხაზს უსვამ იმასაც, რომ დამთავრდეს ეს საუბარი სადისტურ წამებაზე იმ ადამიანებისა, ვინც დაჭირილები არიან, ხელისუფლებამ კატეგორიულად უნდა დადოს, გამოიძიოს და აგვიხსნას რა მოხდა და რატომ მოხდა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. შედეგი არ დგება მიზეზის გარეშე. და კატეგორიულად მინდა კიდევ გავუსვა ხაზი იმას, რომ შვიდობიანი იყო თუ არა და არის თუ არა ეს პროტესტი. როდესაც პროტესტი არის შვიდობიანი, ჩვენ ამას ვხედავთ. მაშინ არავინ არ გამოდის, არავინ არ ძალადობს და არავინ არავის არც იჭერს, არც აპატიმრებს, არც აწამებს. მაგრამ მე მაინტერესებს, არსებობს კადრები. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ. დამწვარი, ასე ვთქვათ, ხანძარი, აგიზგიზებული და დამწვარი ნივთები, დამწვარი ქალაქის ქონება. მესმის ახლა რომ ქონებაზე არ არის ლაპარაკი, როდესაც ადამიანები არიან დაჭერილები და როდესაც საუბრობთ დაშავებულები და ის კატასტროფული კადრები, რომლებიც ნახეთ ფეხით საშინელი კადრები აღარ გვინდა იმის აღწერა, ეს აუცილებლად ხაზს უსვამ კიდევ გამოსაძიებელია და არ მეგულება ნორმალური ადამიანი, რომელსაც არ აქვს პროტესტი ამის წინააღმდეგ, მაგრამ მიზეზებს ჩავხედოთ და ახლა მინდა დავუბრუნდეთ თქვენს სტუმრებს, რომლებმაც თქვენს, რომ ავტოკრატული რეჟიმის საფრთხეა და იმის საფრთხეა, რომ ხვალ შეიძლება ვერსად ვერ გამოვიდნენ და რომ ის რაც აქ ტრიალებს დედამიწის ზურგზე, მეგონა რომ არ ვიცი რა რეჟიმზე ლაპარაკობენ, ვერც ხვდები. ამდენი ტელევიზია, რომელიც მათ აძლევდა შესაძლებლობას, რომ გამოსულიყვნენ და მათი აზრი დაეფიქსირებინათ. ამდენი პროტესტი, ამდენი რყევა ოპოზიციის მხრიდან ამ ქვეყნისა. ეს მათ არ შეხებიათ, არ უნახავთ რამდენი მცდელობა, მოდით ვთქვათ, მცდელობა რის იყო? რა ქვია ამ მცდელობას? ამ მცდელობას გადატრიალების მცდელობა ქვია. ის რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური პრობლემები, არის სოციალური პრობლემები, ამაზე ვინმე არ ლაპარაკობს, მაგრამ მიღწევებიც რომ არის, ქვეყანა რომ შენდება 12 წელიწადში, არაფერი არ გაკეთდება იმ რყევის პირობებში, რა პირობებშიც ჩვენ ცხოვრობთ. თუ შეიძლება, მე არავის ადვოკატი არ ვარ. გადაავლეთ თვალი, რა პირობებში ვცხოვრობდით და ვყალიბდებოდით. ჯერ ესეთი 30 წელიც ძალიან პატარა დროა იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს ქვეყანა. რომელ ავტოკრატულ რეჟიმებზე ლაპარაკობენ, რომელ წამებაზე ლაპარაკობენ, რომელ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობენ. რაზეა ლაპარაკი, რომელ სამსახურებრივი მოვალეობის შეზღუდვაზე ლაპარაკობენ.
მე მართლა არ მესმის ის რაც ახლა ხდება დავანებოთ აი ამ კვირა ესეც ამასაც აქვს თავის მიზეზი და ეს მიზეზი არის გადატრიალების ცდელობა ეს ნამდვილად ასეა ამას აქვს საფუძვლები და თუ გნებავთ ამაზეც ვილაპარაკოთ მაგრამ ნახეთ რას ამბობენ რომ სიძულვილის ენა არის პასუხისმგებლობა ხელისუფლების რომელი ხელისუფლება შეცვლის მათ რომელ ხელისუფლებას უჭერენ მხარს რომლის წარმომადგენლებიც გამოდიან და ისეთ განცხადებებს აკეთებენ რომლის მსგავსიც 33 წლის მანძილზე მე არ გამიგია აქ იყო სროლა აქ იყო კატასტროფა სამოქალაქო ომი მაგრამ წინადადება ასეთი და მოწოდება რომ შვილებო გამოდით და მშობლებს უთხარით რომ ჩვენ გცხვენია რომ თქვენი შვილები ვართ ასეთი მოწოდება საქართველოში ჯერ არავის არ გაუკეთებია ეს ყველაფერზე უფრო უარესია მე მირჩევნია მაწამო და აქავარ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას ვიდრე ჩემი შვილი წამების შვილების მხრიდან მშობლების არა სხვა რამეს ვამბობ ეს არის კატასტროფა თქო ეს ბავშვები ამასაც აქვს მიზეზი და ამას აქვს საფუძველი და ეს საფუძველი სიღრმეში განათლების სისტემაში აღზრდის სისტემაში თითოეული ჩვენთაგანის ქმედებაში იღებს სათავეს ეს ასე უცებ არ მომხდარა და ბოლოს ეს არის ტყვია ეს არის ტყვია რომელიც ესროლეს საქართველოს რომ შვილს ეუბნები მოუბრუნდი მშობლებს და მე და უთხარი მათ რომ მე მცხვენია რომ შენი შვილი ვარ ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოს გამოაცალო საფუძველი რომ ეს ბავშვები გააღარიბო რომ ეს ბავშვები უსამშობლოები წინს უსამშობლოებს რომ ეძახიან რომელ სამშობლოზე ლაპარაკობენ რომელსაც არ ყევენ რაც შეუძლიათ რომელ სამშობლოზე ლაპარაკობენ რომლებსაც ბავშვებს არ თმევენ ბავშვებს რომლებსაც ეუბნებიან რომ აუჯანყდი შენს შვილებს ვიცით ეხლა ეს ლეგენდები კრონოსზეც ურანოსზეც ზევსზეც ვიცით ყველაფერი ვიცით ფროიდული წიაღსვლებიც ვიცით ისიც რა არის ჩაბუდებული ადამიანში რატომ აღვიძებ ამას რატომ აღვიძებ უღმერთობას როგორ არ გაუგიათ ეკლესიის შეურაცხყოფა ნუ რას ამბობთ არასდროს არც ეკლესიაშიც თავის პრობლემებია, ამასაც არავინ არ უარყოფს. იქაც არის ძალიან დიდი შეცდომები ალბათ. მე არ ვარ მათი გამსჯელი. პატრიარქის მისამართით გაკეთებული განცხადებები რამეს შეედრება? არ შეედრება. აღვივებენ უნდობლობას, უღმერთობას, ურწმუნოებას და რაც მთავარი აჩენენ უფსკრულს ოჯახებში. ეხავენ და ანგრევენ ოჯახებს. ეს არის ყველ დასაწყისი დასასრულის. როდესაც მეშინია, რომ ჩემი შვილი არ მომიბრუნდეს და არ მითხრას, რომ მე მრცხვენია შენი შვილობა. ეს არის ყველაზე უფრო გამგმირავი ტყვია. ნებისმიერ წამებაზე უარესი წამება. ცოცხლად ადამიანების და საზოგადოების. შესაბამისად, იმიტომ რომ ქვეყანა ოჯახებისგან შედგება რა. ეს არის საძირკველი. არ ტყამენ მანდამაინც საძირკველში. მერე დაგმე სიტყვა. დაგმე ეს არ არის უფლებების დარღვევა. ეს არ არის ძალადობა, აუცილებლად ფიზიკურად უნდა ამომცხონ და თავყბა დამიმტვრიონ. ის რომ შენ მე მომადგები და მეუნები რომ დაგმე, შენ ფსიქოლოგიურად ძალადობ ჩემზე. და მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არანაკლებ ტრავმებს ტოვებს. ჩვენ ბავშვობაში გვასწავლიდნენ თუ არა იგავ არ აქვს რომ ენით დაკოდილი არჩება და დათვს შეუხორცდა ჭრილობა დათვს ესეც ხო შემთხვევითი არ არის ეს მეტაფორა დათვს უხორცდება დანით გაჩეხილი თავი და არ უხორცდება სული ამ ბავშვებს რას ასწავლიან მისმინეთ მარტო მშობლები არა მასწავლებლებს უჯანყებენ ყველა მშობელი ეძებს
იწყებს ცხოვრებას იმით, ოცნებობს, ყველა ნორმალურ მშობელზე ვამბობ, რომ შვილს უპოვონ მასწავლებელი, უპოვონ მოძღვარი, რომელიც გზაზე დააყენებს და არიან მადლობა ღმერთს საქართველოში ასეთი მასწავლებლები. რას ნიშნავს მასწავლებლის წინააღმდეგ ამბოხი? ესე იგი იმ ტოტსაც უჭრი, რომელზეც უნდა ამოვიდეს, აი ამოფუთფუთდეს მომავალი თაობა, რომელმაც უნდა მარტო ტოვებ, გესმის? არა მასწავლებელი, არა ავტორიტეტი, არა მშობელი. ეს ყველაფერი მშობლიდან იწყება. არა მშობელი, უთხარი რომ ცხენია, დაგმე და ახალისებ რას? ვანდალიზმი. აი სკამი ხა, ხო, ფიგურალურად თქვათ, მოდი რა. ქონებას რომ მე არ მივტირი, ვინც მიცნობს ყველა მიცეს. ეხლა აქ ქონებაზე და მატერიალურ ფასეულობაზე არ არის საუბარი. ეს არის დამოკიდებულება ჩემი ქალაქის მიმართ. ეს არის დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ. ის სკამი, რომელზეც სტუდენტი ჩამოჯდება, ის სკამი, რომელზეც მოხუცი ჩამოჯდება, გასაგებია. ეხლა არ მითხრათ, რომ იქ ვიღაცას წამება საშინელება აპრიორი ვამბობ. ცუდია, უნდა გამოიძიოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხელისუფლებამ და დადოს სრული ანგარიში, რომ შეწყდეს ეს ცილის წამება მართლა. 1000 ჯერცეთი ეს რიცხვები, რომელიც მოაქვთ, ორ კვირაში გამოძიებული საქმეები გინახავთ თქვენ. მე ვერ ყვევი მაგ საკითხში, რამდენია ხანგრძლივობა გამოძიებისა, მაგრამ ამდენი შემთხვევაა. და როგორ შეიძლება რომ ასეთ მცირე ხნის განმავლობაში ეს გამოიძიონ, მაგრამ მაინც უნდა გააკეთოს ხელისუფლება მაქსიმუმი, რომ შეწყდეს ამაზე საუბარი. რისთვის დაისაჯა, როგორ აიყვანა, რა ფორმით და აი ეს წამება სად ხდებოდა, ეს მაინტერესებს. მანქანებში აწამებდნენ, იმიტომ რომ წამება ჩვენ გვინახავს. კატასტროფული წამების კადრები გვინახავს ჩვენ. ამიტომ, როდესაც ამბობ, რომ ასეთი მასიური უბედურება და წამება ხდება და ეს ხელისუფლება შანთებით დადის და აწამებს ხალხს, მაშინ ამის ხელისუფლებამ ეს ან უნდა დაასაბუთოს, ან უნდა მაშინ სხვაგვარად უნდა იმოქმედოს. მე ვერ გეტყვით ახლა ამას. მაგრამ ის, რაზეც მე ვლაპარაკობ და მართლა ტრაგედია რაც არის, უბედურება, რომელიც დღეს ისე არ ჩანს კიდევ, ხვალ გამოჩნდება, ხვალ უარესი იქნება. არც ის არ გაუგიათ თქვენ სტუმრებს, ბნელებს რომ ეძახიან ყველას, ვისაც გაუვლია ეკლესიის გვერდი. ჩემთან, ჩემი მისამართით ასეთი იყო ფრაზა, თუ სწორად მახსოვს, ჩემი მისამართით მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა და სხვა დანარჩენზე უბრალოდ არის საუბარი. არა, იცით რა შეასაქმე, მე მეძახიან რუსს, მაგალითად, ესეც არის რაღაცა არაჯანსაღი, იციან, რომ ოკუპანტის ეროვნება ყველაზე უფრო ამ შემთხვევაში ქართველისთვის არის ესეთი გულში ნაჯახი. ამიტომ გასაგებია რომ ამას გეძახება. ეს არ არის იარლიხი, რუსი. მოღალატე ძალიან დიდი ბოდიში, მოღალატე, ბნელი, მაგათმა რა იციან. ბნელი და მერე ყველაზე მთავარი ევროპა. რატომ დაისაკუთრეს ამათმა ევროპა? რატომ რაშია საქმე? რაშია თქო საქმე ამათმა ევროპა რატო დაიცა? ვინ თქვა რომ ევროპა არის ორმაგი სტანდარტი, ევროპა არ არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობა, ევროპა არ არის გამოხატვის თავისუფლებაზე სხვადასხვა ბერკეტით, მათ შორის ბულინგით, ზემოქმედების მცდელობა, ვინ რო რამდენად ექვემდებარება ეს. არა, ამათმა რატომ მიისაკუთრეს მეთქი, თორე ევროპაში ვინც ნაცხოვრებია. მნიშვნელოვანია. ევროპა არ არის განსხვავებული პოზიციების მიუღებლობა. რას ამბობთ? თანამედროვე მსოფლიოში ისეთი ხდება. რასაც გარეთ ვუყურებთ ყოველ შემთხვევაში ჩვენს ყოველდღიურობად ბუნაგში ხო არა ვართ გამოკეტილები. ვინმე გვიგრძალა საბჭოთა კავშირში ცხოვრების დროს ჩვენ წარმოდგენა არ ქონდა, იმიტომ რომ მართლა შეზღუდული იყო. არ ვიცოდით რა ხდება და ძალიან დიდი ბოდიში. ახლა ყველაფერი ვიცით, სად რა ხდება. კრიზისია სერიოზული ყველგან, ფასეულობითი, ღირებულებითი კრიზისია, იდენტობის კრიზისია. ეკონომიკური კრიზისია და ომებია, ცხელი წერტილებია.
არ გახსოვთ ის პერიოდი სიცილით რო კდებოდნენ, ხარხარებდნენ, რომ შვიდობა გინდათ. ეხლა ესეც აღარავის აღარ ახსოვს. ის კანონიც აღარავის აღარ ახსოვს რუსული კანონი. ისიც აღარავის არ ახსოვს LGBT გამჭვირვალობის კანონს ჩვენ რო ვეძახდით რუსულს ეგენი და ასე შემდეგ. ახლა მოძალადე ხელისუფლება გამოვიდა და ხელისუფლების შეცვლის მომენტი. რაც შეეხება არჩევნებს, ძალიან დიდი ბოდიში იმაზე უარესი იარლი რა გინდათ, რომ 1,120,000 კაცს ეუბნებიან, რომ შენ რას ფიქრობ, მე არ მაინტერესებს. აი ეს ხალხი, რომელიც თქვენთან გამოდის სტუდიაში. ისევე როგორც მე მაქვს უფლება მოსვლის, მათაც აქვთ უფლება და არავინ არ უზღუდავს. მე უბრალოდ ვეკითხები მათ. 1,120,000 ადამიანი, რომელიც ზის და უყურებს ამას ყველაფერს. და არ მგონია რომ მოწონდეს. 1,120,000 არ არის პატარა რიცხვი. გამარჯვების პროცენტიც დაგროვილი ქულების არ არის პატარა. ძალიან დიდი რიცხვია. არც 61 ადგილი პარლამენტში არ არის მცირე რიცხვი. არ არის არასწორად ვამბობ მცირე რიცხვი კი არა. რაოდენობა არ არის მცირე. პარლამენტში ყველაფრის გაკეთება შეიძლება თუ შენ გინდა ეს. თუ შენ გინდა რომ ეს ცხოვრება აშენდეს, მიიღე ამის აშენებაში მონაწილეობა ასე, ევროპა პირველ რიგში ის არის დამარცხებას შეგუება, დამარცხებულს უნდა შეეძლოს შეგუება იმის რომ დამარცხდა. ასე რომ იმდენი არის სალაპარაკო, იმდენია საკამათო, მაგრამ რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, როდესაც დაიწყებთ რაღაცა ნაბიჯების გადადგმას და აი ასეთი შემხვედრი დირექტივა მოდის, რომ შვილებო, გამოდით გარეთ და უთხარით თქვენ მშობლებს, რომ გწხვენია თქვენი. მე ამით დავიწყებ და ამით დავამთავრებ. მე ვეკითხები საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინ ხართ? აი ამ ლოზუნგის, ამ მკვლელი ქვეყნის და ოჯახების და ცალკეული ადამიანების მკვლელი ლოზუნგის მომხრე. გამოდით და თქვით ეს და აღიარეთ და უთხარით იმ პოლიტიკური ძალის ლიდერს, რომელიც ხვალ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და ამისთვის იბრძვის. ჯერ სანამ მოვა რას კადრულობს, რას ამბობს, როგორ ანგრევს ქვეყანას. ჩემ თავსაც კი არ ვაკადრებ. აი არ მცხვენი ამის თქმის. ჩემ თავს არ ვაკადრებ მისი სახელის და გვარის წარმოთქმას. მისმა შვილებმა შეხედონ და ილაპარაკონ და განსაჯომეს. ნუ ჩარევთ ახალგაზრდებს ამ საქმეში. ეს დანაშაულიც, ის ახალგაზრდები თუ ნაწამები არიან, ისინი არიან ეს დანაშაულიც მხოლოდ მათ კისერზეა. მხოლოდ უფროსების კისერზეა, მხოლოდ ჩვენს კისერზეა, რომლებმაც ისინი გამოვიყვანეთ, გამოვრეკეთ ქუჩაში. პოლიტიკურ ძალებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. გამოვრეკეთ ქუჩაში. მანამ რა ვასწავლეთ, რა ვუთხარით. ეს ხო პირველად არ გაახმოვანა იმან ვინც თქვა. ეს ხო აუდიტორიებში ისმოდა. ოღონდ ასე პირდაპირ არა, შეფარვით. არ ვიცით ჩვენ ინდოქტრინაცია როგორ ხდება. არც ისეთი ბრიყვები ვართ, არც ისეთი ბნელები, როგორსაც სახავენ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც მისცა მათ ხმა. აი ეს არის ჩემი მოსაზრება, ჩემი ძვირფასი. გაბატონო თამარ, აუცილებლად უნდა გკითხოთ. ხით ჩატეხილობა, რომელსაც ხედავთ, რომელსაც განიცდით ემოციურად. გამოსავალი ბოლო შეკითხვა არის, სად არის, როგორ უნდა მოხდეს, არის თუ არა დიალოგი ერთგვარად გამოსავლად, გესახებათ თუ არა დიალოგი, ან ვის და ვის შორის შეიძლება რომ შედგეს ეს დიალოგი, რადგან ერთის მხრივ უყურებთ აქციის მონაწილეებს, აქციაზე ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად ანთებულები არიან, მათ გულწრფელად სჯერათ. ისინი გულწრფელად აპროტესტებენ და დგანან იქ, სადაც დგანან. მეორეს მხრივ ხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც არ ეკარებიან ფაქტი არც სცენას და არც მიკროფონებს და არც ერთგვარად
მართვისადავეებს, პოლიტიკური მართვისადავეებს გულისხმობ იღებენ ხელში და ასევე ხედავთ სხვა დაინტერესებულ აქტორებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მთელ აი ამ პროცესში. ვის და ვის შორის უნდა შედგეს ეს დიალოგი, ან ვინ ვის უნდა დაელაპარაკოს, ან რამდენად არსებობს მხარეებს შორის ამის მზაობა. დიალოგს არც ერთ სიტუაციაში ალტერნატივა არ აქვს. თუ არ დაელაპარაკებით, ჩვენ ხო არა ვართ პირველყოფილი, ასე ვთქვათ, საზოგადოება, რომ მხოლოდ ვესროლოთ ერთმანეთს. გაგვივლია ბევრჯერ. უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანია ამ დაპირისპირებას. მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რომ ეს ხიდები ისე დაიწვა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არ აქვს დარჩენილი. გზას არ ვტოვებთ. და ამ გზას არ ტოვებს ის ხალხი, ვინც ასევე ელემენტარულად თავს ვერ იკავებს, რომ აი ეს ნიაღვარი ზიზღის არ გადმოანთხიოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავშეკავებას, იმიტომ რომ ის სოციალური ქსელები ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს ამ შემთხვევაში. ძალიან ცუდ საქმეს კი არის ინფორმაციის გამავრცელებელი გარკვეულწილად, მაგრამ აი ამ ზიზღს და სიძულვილს ძალიან აღრმავებს. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაელაპარაკოს ვის პოლიტიკურ ძალას, რომელიც არის სათავეში ამ პროცესების, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც გულწრფელად დგანან, ასეთი ადამიანები არიან, ხომ ყველამ ვიცით. ახალგაზრდები მით უფრო, მათ ახლა სისხლი უჩქებთ და არის შესაძლებლობა, რომ სამშობლოს ემსახურონ. რატომ არა? მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხო მათ არ განვიხილავთ. ჩვენ განვიხილავთ იმ ადამიანს, ვინც პროვოკაციას აწყობს, ვინცაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, ვინც არ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება, ვინც დესტრუქციული ძალაა. მე იმათ განვიხილავ მხოლოდ იმათ. და თუ კი დესტრუქციული ძალა, მაშინ რა აზრი აქვს მასთან საუბარს, იმის შემხოდრი პოზიცია, დიალოგი ხომ ორმხრივ საუბარს გულისხმობს. ორმხრივი საუბარი უნდა იმ ადამიანებთან გაიმართოს, ვინც გარყევს. რას ნიშნავს? ეს არის პოლიტიკოსის ქუდი, არის ძალიან მძიმე, მონომახის ქუდის ეძახიან ამას და ყველა მიცის, რომ თუ გახურავს ეს ქუდი და თუ ქვია პოლიტიკოსი, შენ უნდა უნდა მიაღწიო ამას. თუმცა ახლა რამდენადაც ვხედავთ ჩვენ ყველანი, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ შესთავაზა ღია დიალოგი სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ხო, ეს ახლა სერიოზული შეთავაზება იყო, როგორც ცნობილი ასევე ყველასთვის, წამოვიდნენ თითქოს ამ შეხვედრაზე და მე ისევ უკან დაიხიეს. ეს უნდა გაიხსნას საუბარი. მათ შორის უნდა გაიხსნათ პაპუნა ჯანელიძეს, თინა ხიდაშელს, პაპუაში. არა, ვიცი ხომ ეს ყველაფერი ვიცი და არ შედგა, იმიტომ რომ ძალიან ძნელი არის. ძნელია ნაბიჯების გადამა, ეს უნდა გადაიდგას მაგა. სხვანაირად არ გამოვა. ეს ბავშვებიც, რომლებიც ახალგაზრდობა არ არის სწორი, თუმცა ბავშვებიც ნახეთ გაშლილი დროშებით, აი ბავშვები რასაც ქვია და სკოლის მოსწავლეები. ან თუნდაც რაც ხდება არა ბათუმში, როგორი დაძაბულია სიტუაცია. აი არასრულწლოვნების ჩარევა მთელ აი ამ პროცესში, ბავშვების გამოყვანა, რომელზეც ნაწილი მაგალითად ამბობს, რომ ამის უფლება მათ აქვთ, თუ კი მშობელი ახლავს ბავშვთან. აი იგივე სკოლების ნაწილში თქვენი პოზიცია სკოლაში შესვლა აგრესია სკოლებში მშობლები მოუწოდებენ მეორე ნაწილს მშობლების ჯგუფებიდან გამოდის ერთგვარი სკრინები როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ მშობლები კლასელების მშობლები ერთმანეთს აქციებს აწყობენ ბავშვები აი ამ მოცემულობამ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს და თავშეკავება ზოგადად მე არ ვიცი, ერთადერთი გამოსავალი არის ალბათ თავი უნდა შევიკავოთ. მაგრამ როგორ შეიძლება რომ თავი შევიკავოთ, როდესაც აი მე თვითონ ვერ ვიკავებ ახლა თავს, აი ამ განცხადების შემდეგ, რომ უთხარი მშობელს, რომ მე მცხვენია, რომ შენი შვილი ვარ.
ნიადაგი გამომაცალეს რა. ასეთი განცხადება არ გაკეთებულა საქართველოში. არასდროს ომი იყო თქო გეუბნები, სროლა იყო. პირდაპირ მნიშვნელობით. აი ასეთი განცხადება, როგორ საზოგადოებას აშენებენ. ხელისუფლებაში ხო უნდა მოვიდნენ, ხო უნდათ მოსვლა რა. როგორი საზოგადოება უნდა? შვილი რომ მოუტრიალდეს თავისი და უთხრას რომ მე მცხვენია რომ შენ მამა ხარ ჩემი. სად მიდის მე? სად მიდის მე? ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩემი შვილები ყველაფერს იზიარებენ იმას, რასაც მე განსხვავებული აზრის არ ვარ. ერთი მეორე ნაკლებად თუ აი ესეა. მე რა ვქნათ ჩვენ? რა ვქნათ? ჩვენ ამის გამო არ ვკლავთ ერთმანეთს, ხო? თავს ვიკავებთ საჯარო განცხადებებისგან. ქუჩაში ამის გამოტანისგან არის რაღაცა. არ ეთანხმება შვილი დედას, არის. მაგრამ დაგმე, გამოდი და დაგმე. რატომ აიძულებ შენ? რატომ აიძულებ მე გავაკეთო ის? რაც გინდა შენ რომ გავაკეთო და გინდა იმიტომ რომ ეს ქვეყანა დავანგრიო. მეტი არაფრისთვის. ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს მხოლოდ არა მე ასე ვარ ამაში ვარ დარწმუნებული, ამიტომაც ამათ კურსს ვიზიარებ ხელისუფლებისას. ამიტომ მივედი ისე როგორც მილიონი პრეტენზია მაქვს. და არაერთხელ გამომითქვამს სხვათა შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარს უჭერ ასე ორივე ხელით. მაგრამ ხედავ იმას, რაც კეთდება და რისთვისაც კეთდება და ამას ვიზიარებ. ხო? ასე გაიზიარა ეს აზრი 1,120,000 ადამიანმა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმ 700 თუ 800,000 ადამიანის აზრს ყურადღება არ მივაქციო და ხელისუფლება არ დაელაპარაკოს იმათ. ის ყველას ხელისუფლება. არ უნდა ამას ახლა დიდი ფილოსოფია. ხელისუფლება არის ყველასი. ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და აი იმ ხალხის, ვინც იქ მოძრაობს, ოპოზიციის, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. და ვინც თვლის, რომ ეგენი არიან უმრავლესობა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ლაპარაკი ითიდან უნდა დაიწყოს და რაც შეეხება სკოლებში და ოჯახებში რაც ხდება, ეს ალბათ ჩვენი თითოეულის პასუხისმგებლობაა, რაც მეტ მოთმინებას გამოვიჩენთ. მოთმინებას, ვიღაცამ ვიღაცას აპატიოს, ვიღაცამ ვიღაცას შეუდოს, ვიღაცამ მოусმინოს. და კიდე არის მთელი ჩემთვის მაგალითად ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ არგუმენტები არ არის მაგალითად. არგუმენტი, როდესაც შენ ეკითხები, მოდი მითხარი, რატომ ეს 2010 წელი არ ვიცოდით მანამდე ჩვენ? არ ვიცოდით, გვინდა რომ გამოვიყენოთ, ხომ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ ერთი აყირავების საშუალება მოგვეცეს. და გარდა ამისა, დიდი სურათის დანახვა. ნახეთ, დაელაპარაკეთ, ცოტა ღრმად შედით ამ ახალგაზრდებთან კონდა, მე დავლაპარაკები ვარ. წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება, მე ყველაზე არ ვლაპარაკობ თქო, უმეტესობაზე ვამბობ. და ვისაც მე შევხვედრი ვარ იმათზე, არა პროფესიონალი. დიდი სურათი დაინახო. დიდი სურათი რა ხდება, რატომ არის საქართველოს გარშემო ასეთი ცეცხლის რკალი გაჩენილი. ხალხს თავის ქვეყნებში ვერ მოუგვარებია პრობლემები, რატომ დარბიან? რატომ ესე იგი ამ საქართველოში რაღაც ისეთია? ისეთი მნიშვნელოვანი და ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი ბედისწერა. და არა მხოლოდ ჩვენი ყველას ქვეყნის გეოგრაფია, მისი ბედისწერაა და ესეც არ არის ჩემი მოგონილი. ჩვენი ქვეყანა ისეთ ადგილას არის. ისეთი გეოპოლიტიკური, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ფაქტორები მოქმედებს ამ ყველაფერზე. გაიხედონ გარშემო, მოусმინონ ჭკვიან ექსპერტებს. რას ძალიან საინტერესო ხალხი საუბრობს, ბევრი. და მოусმინონ ახალგაზრდებმა. ეს არის ალბათ გამოსავალი, უფრო გაიღრმავონ ცოდნა. კი ბატონო, თანაცხოვრება უნდა გკითხოთ ამასთან დაკავშირებითაც, მართალია ნაწილი საზოგადოების ვერ ხედავს ამ ხიდჩატეხილობას, რაც საზოგადოებაში არის, ვერ ხედავს იმ დისტანცირებას, ვერ ხედავს პოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არის, ის რაზეც თქვენ საუბრობდით, როდესაც შვილები მაგალითად
მშობლების მისამართი ძალიან მძიმე განცხადებებს აკეთებენ, რამდენიმე ორი რაც ვნახე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 200 შემთხვევა იყო. არის ძალიან მძიმე ცხადია. ის ეპითეტები რა ეპითეტებითაც მოიხსენიებენ ერთმანეთს პოლიტიკურად დაპირისპირებული სუბიექტები, მათ შორის აქტორები. ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს ომი. გავლილი გვაქვს ომი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ხელისუფლება თუ საზოგადოება, ეს არ დაუშვებენ ამას. ეს გამორიცხულია, მაგრამ ვართ ძალიან მძიმე კრიზისში შესულები, როდესაც საზოგადოებაზე არის საუბარი. როგორ უნდა გამოვიდეს საზოგადოება, როგორ უნდა შევძლოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანაცხოვრება ხვალ. რადგან საზოგადოება ცოლი და ქმარი თეორიულად, ჰიპოთეტურად გაშორდება ერთმანეთს. გაყრა დაშვებულია შესაძლებელია, როდესაც კი ბატონო, ეს არ არის ეს გაშორდება ხვედრა არ არის, როდესაც დაძაბულია მოცემულობა, უკვე დიალოგის რესურსი ამოწურული არის, საზოგადოება ვერ გაეყრება ერთმანეთს. გალბატონო თამარ და ჩვენ მოგვიწევს ხვალ თანაცხოვრება, ჩვენ მოგვიწევს ერთმანეთისთვის შეხედვა, ჩვენ მოგვიწევს შეხვედრა ერთმანეთთან. როგორ გესახებათ, რომ როგორ უნდა მოხდეს პატიება იმ ყველაფრის, მაგალითად, რაც აი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთს აკადრეს ადამიანებმა, ამ დღეების განმავლობაში. ისეთი შეკითხვას რომ ძალიან რთული იქნება, ერთადერთი გამოსავალი არის აი თავის შეკავება. მორატორიუმის გამოცხადება ამ უმწარეს პოსტებზე. ან რეგულაციას ვეღარ დაამყარებ. გამორიცხული სოციალური ქსელების ალაგვა სიტყვა გამოშვებულია უკვე. თავისუფლება გამოშვებული ეს უკან შესაფრენი ჩიტი არ არსებობს გალიაში. ამას ვეღარ გააჩერებ. თითოეულმა უნდა შევიკავოთ თავი. ძალიან ბევრ მე თვითონ გამოსული ვარ იმ სოციალური ქსელებიდან, რომ არ მართლა ფიზიკურად რომ არ გავნადგურდე, მორალურად განადგურებული ვარ, ფიზიკურად რომ არ გავნადგურდე, გამოსული ვარ, არ შევდივარ სოციალურ არაფერ და ვცდილობ რომ აბსოლუტურად არაფერი არ დავწერო და მოვხარშო თვითონ მეგობრების წრეში. მე მადლობელი ვარ რომ მაქვს შესაძლებლობა რომ აი ეს ჩემი გულის ტკივილი ჩემს უახლოეს მეგობრებთან გავიზიარო ისე რომ არ შემეშინდეს, თუმცა ძალიან რთულია. ჩვენ კარის მიკაკუნებასაც ვეღარ შევძლებთ. ერთმანეთის კართან ვერ მივალთ, ასე თუ განვაგრძეთ. რაღაცა მორატორიუმი, რაღაც მორალური ის უნდა დავაწესოთ ალბათ ყველა. თუნდაც აი პირველი ნაბიჯი რომ არ შეხვიდე, არ დაწერო ეს მომაკვდინებელი პოსტები, ასეთი შეურაცხყოფა შენი მასწავლებლის, შენი მშობლის, შენი არ ვიცი, მეგობრების შვილების, მეგობრების შვილიშვილების პირდაპირ მოძულება ჩვენ ვეღარ შევძლებთ თქო. ეს გითხარით, ნუ აი დღეს გაკეთდა ეს განცხადება, ეს სულის შემძვრელი განცხადება. სულის შემძვრელი რომ უთხარით ჩემ მშობლებს, რომ გცხვენია მათი შვილი რო ხარ. ამიტომ ძალიან რთული პროცესებია, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. რაც შეეხება აი ეხლა დიალოგით სხვადასხვა ეს არის, ხომ სხვადასხვა ეტაპებია და ჩვენ სხვადასხვა გვარი პასუხისმგებლობა გვაქვს. თუმცა თითო უჯრედის გადარჩენა თითოეულს შეგვიძლია ალბათ და მე მგონია რომ ჯერ ისე არ არის საქმე რომ ჩვენ ეს ვერ შევძლებთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. მადლობა თქვენ და მადლობა იმ ქართველებს, რომლებიც ამას შეძლებენ. ძალიან დიდი მადლობა პუბლიცისტი, ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი იყო ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი.